დიდი ნდობა ისრაელის დემოკრატიის მიმართ. ისრაელის კრიტიკა არ უნდა გადავიდეს უარყოფაში. დიდი სიამოვნებით გიგზავნით ჩემს ყველაზე თბილ მისალმებებს თქვენ ყველას. President Isaac Herzog. დილამშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო. შალომ ყველას. დილამშვიდობისა. აქ რამდენიმე ძალიან გამორჩეული ადამიანი გვყავს, მაგრამ არ ვიცი ზოგი მათგანი აქ არის თუ არა. ამიტომ ვეუბნები ჩემს ყველა ძვირფას მეგობარს, ყველა არჩეულ მოხელეს. ქნესეთის სპიკერი, ჩემი ძვირფასი მეგობარი ამირ ოჰანა, დილამშვიდობისა. დიახ. მას ყველა დანარჩენი ჯერ არ მინახავს. ამიტომ რიჩარდ ჰეიდმანით დავიწყებ, ჩემო ძვირფასო მეგობარო. სამიტის თავმჯდომარე ალექს ტრაიმანი, JNS-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ტობინი, JNS-ის მთავარი რედაქტორი ჯოშ კაცენი და ამელია კაცენი, JNS-ის გამომცემლები. გამორჩეული სტუმარია პრეზიდენტი სვიანოვიჩიაკ. ის ჩემი ძვირფასი მეგობარია ბოსნიიდან, რომელიც აქ უნდა იყოს. და რა თქმა უნდა, ჩემი ძვირფასი მეგობარი სილვან ადამსი, რომელიც არის ისრაელის თავმჯდომარე მსოფლიო ებრაული კონგრესის. და კიდევ ბევრი სხვა გამორჩეული სტუმარი. ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მივმართავ JNS-ის საერთაშორისო პოლიტიკის სამიტს იერუსალიმში. ეს მნიშვნელოვანი შეკრება აერთიანებს პოლიტიკის შემმუშავებლებსა და აზრის ლიდერებს, ექსპერტებს, აქტივისტებსა და ინოვატორებს. იმ დროს, როდესაც ჩვენს ერსა და ხალხს წინ უდგას სერიოზული გამოწვევები და ისტორიული შესაძლებლობები. 2 წელიწად ნახევარზე მეტი ომის განმავლობაში ისრაელის სახელმწიფომ გადაიტანა სერიოზული საფრთხეები, გულიამაჩუყებელი ტრაგედიები და უზარმაზარი მიღწევები. ამ წუთებში ისრაელის თავდაცვის ძალების მამაცი ქალები და მამაკაცები იცავენ ჩვენს საზღვრებს, ჩვენს სახლებსა და ოჯახებს მათგან, ვინც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს. ჩვენ უგზავნით მათ ჩვენს სიყვარულსა და კურთხევებს. გულით უთანაგზნობთ იმ ოჯახებს, რომლებმაც ამ შაბათ-კვირას ლიბანში დაკარგეს საყვარელი ადამიანები, თავიანთი შვილები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები. გულში შევხვდი დაღუპული რეზერვისტის ოჯახს, 43 წლის მაიორდან მაორის, რომელიც იყო ქმარი და მამა. მე დავსვი მისი ქვრივი იაელი, მისი შვილები, მშობლები და და-ძმები. ასევე მისი 100 წლის ბებია, ლილი ფროინდიც, რომელიც აუშვიცის გადარჩენილია. 2024 წლის ოქტომბერში, 1 წლის შემდეგ, რაც ჩვენი სამყარო თავდაყირა დადგა, 7 ოქტომბერს და რამდენიმე დღით ადრე, სანამ ის ლიბანში ბრძოლაში დაეცემოდა, დან მაურიმ თავის ოჯახს შემდეგი შემაძრწუნებელი ტექსტური შეტყობინება მისწერა. ციტირებას ვახდენ. თითქმის 20 წლის წინ დავიწყე რეზერვის სამსახური და მას შემდეგ ამ დღისთვის ვემზადებოდი. ერთი მისია მაქვს. დავიცვა ისრაელის ჩრდილოეთი საზღვარი, რათა ისრაელის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ მშვიდად იცხოვრონ და ქაოსში საფრთხე არ იგრძნონ. ჩრდილოეთი თითქმის დაცლილია, ეს იყო 24 ოქტომბერს და ახლომდებარე ქალაქებმა მძიმე ზიანი მიიღეს. ჩვენ ვიცოდით, რომ დადგებოდა დღე, როცა მოგვიწევდა იმ მისიის შესრულება, რისთვისაც მთელი ცხოვრება რეზერვისტებად ვემზადებოდით. ჩვენს ჩრდილოეთში მშვიდობისა და სიმშვიდის დროა, დაწერა მან. დროა, მომავალ თაობებს მიბევს მისცე მომავლის იმედი. განზიხოლე ვახა, კიდევ ერთი მშვენიერი შვილილია ისრაელისა, რომელიც ჩვენი დაცვისას დაიღუპა. მეგობრებო, მოდით ეს ნათლად ვთქვათ. დანი მართალი იყო. ისრაელი იმსახურებს მშვიდობას და სიმშვიდეს. ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ მშვიდობას და სიმშვიდეს. ეს არის ყველაფერი, რასაც ვითხოვთ. მთელ რეგიონში, ირანიდან ლიბანამდე და ღაზამდე. ჩვენი მტრები ცდილობენ აღდგნენ, შეიარაღდნენ და განვითარდნენ, რათა კვლავ დაემუქრონ ჩვენს მოქალაქეებს და ყველა ადამიანი დაატერორონ.
ისრაელი არ ეწინააღმდეგება ომის დიპლომატიურ გადაწყვეტას. ირიქით, ჩვენ მშვიდობას ვეძებთ. ჩვენ ვოცნებობთ მშვიდობაზე ყველა საზღვარზე. თუმცა ბოლო მოვლენები სერიოზულ და ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს ისრაელში. შეშფოთებას რობას, რომელიც უნდა იქნას განხილული, რადგან ჩვენ ისრაელში ცეცხლის ხაზში ვიმყოფებით. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ირანის ბოროტების იმპერია და მისი მარიონეტები ესხმიან თავს. ირანი 10 წლეულებია, რაც ისრაელის განადგურებით იმუქრება. ირანის სურვილი გახდეს ბირთვულ ზღვარზე მყოფი სახელმწიფო. წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ისრაელისა და მსოფლიო მშვიდობისთვის და ამას ვერ დაუშვებთ. პრეზიდენტმა ტრამპმა და ამერიკელმა ლიდერებმა სწორად და არაერთხელ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ირანი მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ასევე უნდა გავუმკლავდეთ ირანთან შეთანხმების ფინანსურ კომპონენტებთან დაკავშირებულ შეშფოთებებს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის თანხები, რომლებიც ირანმა შესაძლოა მიიღოს. არ იქნეს მიმართული მისი საომარი მანქანისა და მისი მარიონეტული ძალების დასაფინანსებლად. რაც შეეხება ლიბანს, ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო. ლიბანში კონფლიქტი უნდა გადაწყდეს. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ისრაელსა და ლიბანს შორის და არა ირანის შანტაჟით. ირანის დაკავშირება ლიბანთან არა მხოლოდ ისრაელს ტოვებს მუდმივი საფრთხის ქვეშ, არამედ ლიბანელებსაც ასუსტებს და ძალაუფლებას ართმევს და ხელს შეუშლის მათ პრეზიდენტსა და მთავრობას წინსვლაში. ხვალ ვაშინგტონში ამერიკელების შუამავლობით ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები განახლდება. ჰეზბოლას განიარაღება უნდა იყოს ლიბანში, ნებისმიერი გადაწყვეტის განუყოფელი ნაწილი და ირანს არ შეუძლია ლიბანის მომავლის განსაზღვრა. ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ისრაელსა და ლიბანს შორის სრული შეთანხმებაა. ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი ისრაელის სანდო პარტნიორია, ისრაელის სანდო მეგობარი, ჩვენი უახლოესი მეგობარი და მოკავშირე, თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი, რომელიც მტკიცედ ებრძვის ბოროტების იმპერიას და ხელს უწყობს სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტის მუდმივ მეგობრობას და მისი ადმინისტრაციის მკაფიო პოზიციას ირანის ბირთვულ გეგმებსა და განზრახვებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ინტერესები და მე სრულად მჯერა, რომ ერთად შევძლებთ საუკეთესო ფორმულის პოვნას ამ გამოწვევის დასაძლევად. მთლიანად ვუარყოფ ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ დამამცირებელ განცხადებას. ამერიკის დამფუძნებელი იდეალები, თავისუფლება, დემოკრატია და რწმენა, რომ ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი, წარმოადგენს იმ კავშირის გულს, რომელიც აერთიანებს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს. ჩვენ შთაგონებას იმავე წყაროებიდან ვიღებთ, ბიბლიური წინასწარმეტყველებისა და მათი ღირებულებებიდან. და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი საუკეთესო გონები და ყველაზე მამაცი გულები ერთად მუშაობენ. იქნება ეს ომების მოსაგებად თუ მშვიდობის ასაშენებლად. მეგობრებო, აქ ისრაელში ჩვენს ყველაზე ბნელ საათებშიც კი ჩვენი ხალხის განსაკუთრებული ძალა, სიცოცხლის უნარიანობა, შემოქმედებითობა და გამძლეობა გამოიკვეთა. ეროვნული მისიითა და გადაწყვეტილებით და ურთიერთპასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც სხვაგან არ მოიძებნება. ეს მიზანმიმართულობის გრძნობა უდავოდ ისრაელის უდიდესი სიმდიდრეა. ეს უნიკალური სული საუკუნეების განმავლობაში ისრაელს აძლევდა საშუალებას განვითარებულიყო. არა მხოლოდ სტარტაპერად, არამედ რეგიონულ ძალად, ტექნოლოგიურ ლიდერად და წინახაზის დემოკრატიად. ვინც თავისი ინოვაციებით ხელს შეუწყობს რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. ამ მომენტში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა
ისრაელის საბრძოლო მიღწევებისა და ჩვენი ერის გამძლეობის გადატანა, უსაფრთხოების, თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და ურთიერთპატივისცემის ახალ ეპოქაში, როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ყველა ექსტრემისტულ მოძრაობას სიმამაცით. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტისემიტიზმის ნებისმიერ და ყველა გამოვლინებას, სადაც და როცა არ უნდა გამოჩნდეს იგი. და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სიმართლე, რათა დაუპირისპირდეთ მიკერძოებას, დამახინჯებებსა და ორმაგ სტანდარტებს, რომლებიც მუდმივად ვრცელდება მედიაში, ინტერნეტში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარბაზებში. ისრაელის დელეგიტიმაციისა და დემონიზაციის საერთაშორისო კამპანია არ არის ის, რასაც ისინი ცრუად ასახელებენ და უწოდებენ კონსტრუქციულ მართებულ კრიტიკას. ეს არის ირიბი მცდელობა. ეჭქვეშ დააყენონ ებრაელი ხალხის თანდაყოლილი უფლება სუვერენიტეტზე და ჩვენი უფლება მშვიდად ვიცხოვროთ და აღზარდოთ ჩვენი შვილები. მე კვლავ შთაგონებული ვარ ისტორიული აბრაამის შეთანხმებებით, რომლებიც გაფორმდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, მაროკოსთან, ბაჰრეინთან შუამავლობითა და ხელმძღვანელობით. პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ და რა თქმა უნდა ეგვიპტესა და იორდანიაში პიონერების მიერ გადადგმული გაბედული ნაბიჯებით, რომლებმაც მშვიდობისკენ გზა გახსნეს. ვილოცებ, რომ მშვიდობის წრე გავაფართოვოთ. ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ხიდების და არა ბარიერების რეგიონი. ერთად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მშვიდობა არ არის გულუბრყვილოთა ოცნება, არამედ ძლიერების სტრატეგია. ამ გამოწვევებისა და შესაძლებლობების დროს, ძვირფასო მეგობრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის, ისრაელის, ებრაელი ხალხისა და სიმართლისთვის ბრძოლისადმი ერთგულებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს გააგრძელოთ თქვენი მნიშვნელოვანი მისია და ძალისხმევა. ებრაელი ხალხის გაერთიანება ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. ერთი ინიციატივა, რომელიც ამ მისიისთვის დავაფუძნე, არის ხალხის ხმა, გლობალური მრავალფეროვანი საბჭო ებრაელი ხალხისთვის და ებრაელი ხალხის მიერ. მუშაობთ, რომ ლიდერობა, ქსელი და პრაქტიკული გადაწყვეტილებები მოვიტანოთ ჩვენს ყველაზე მწვავე გამოწვევებზე. მიხარია, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრი აქ არის, ისევე როგორც ხალხის ხმის აღმასრულებელი დირექტორი შირელ დაგანი. დასასრულებლად მინდა მადლობა გადაუხადო JNS, მნიშვნელოვან და გავლენიან ორგანიზაციას. მადლობთ რიჩარდ ჰეიდმანი, ალექს ტრაიმანი, ჯინი, ჯოშ კაცენი და ყველა ორგანიზატორს, პარტნიორსა და მხარდამჭერს ამ მეტად გამორჩეულივი შეკრებისათვის. გმადლობთ ყველას, რომ ამ რთულ დროს ისრაელის გვერდით დგახართ. გმადლობთ, რომ აძლიერებთ კავშირებს ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის, ასევე ჩვენს მოკავშირეებთან მთელ მსოფლიოში და ავრცელებთ ჩვენს ნათელ მორალურ გზავნილს და სიმართლეს ისრაელსა და ებრაულ სამყაროზე. თოდახ რაბახ ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ, ძალიან ცხელა სასეირნოდ.